რა იქნება smartphone-ის შემდეგ? მოწყობილობა ეკრანს მიღმა. ცოტა ხნის წინ TED Talks-ზე საინტერესო გამოსვლა ვიხილეთ. Apple-ის ყოფილმა თანამშრომელმა ახალი ხელსაწყო წარადგინა, Humane, ინოვაციური მოწყობილობაა, რომელსაც smartphone-ების ჩანაცვლება შეუძლია. მოწყობილობა Apple-ის ყოფილმა თანამშრომელმა იმრან ჩაუდრიმ და ბეთანი ბონგიურნომ შეიმუშავეს. Humane მობილური ტელეფონების ეკრანების ჩანაცვლებას გეგმავს. მოწყობილობა ხმოვან ასისტენტს მოიცავს, რომელიც მულტიფუნქციური იქნება. მეტიც ეკრანის მაგივრად ვიზუალი მფლობელის ხელზე აისახება. მათი თქმით, ეს მოწყობილობებს შემდეგ ეტაპზე აიღმას, სადაც ეკრანის საჭიროება აღარ იქნება. ეს არის ახალი ტიპის სტარებადი მოწყობილობა, რომლის ანალოგი არ არსებობს. ის ხელოვნურ ინტელექტს ერქმნობა და სრულიად დამოუკიდებელია. მასთან დასაკავშირებლად smartphone-ი არ დაგჭირდებათ. ის თავად მოიცავს ყველაფერს. თქვა გამოსვლისას ჩაუდრიმ. შემქმნელების თქმით, მოწყობილობა რევოლუციურია და მას smartphone-ების სრულად ჩანაცვლება შეუძლია. მოწყობილობა ურთიერთქმედებს სამყაროსთან ისე, როგორც ამას თქვენ აკეთებთ. ის ისმენს, ხედავს და აფიქსირებს იმას, რასაც თქვენ. ეს ჭკვიანი მოწყობილობა თქვენი ნაწილი იქნება, რომელშიც მძლავრი ხელოვნური ინტელექტია ჩაშენებული. აღნიშნეს ავტორებმა. და ამ ამბავში რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, შემქმნელების თქმით, უსაფრთხოებისა და კონფიდენციალურობის ფაქტორი გათვალისწინებულია და ამ მხრივ საფრთხე არ არსებობს. ამბობდნენ, რომ მოვიდოდა დრო, როდესაც ტექნოლოგია გახდებოდა უხილავი. ეს ასია და ჩვენ ამას ვაკეთებთ. რთულია ზუსტად იმის თქმა, თუ რა ზემოქმედება ექნება ტექნოლოგიას ჩვენზე. თუმცა ერთი რამ ფაქტია, მოწყობილობას ფუნდამენტურად შეუძლია შეცვალოს ჩვენი ურთიერთქმედება ტექნოლოგიასთან. ვის რაში სჭირდება smartphone-ი. მოწყობილობა, რომელშიც ხელოვნური ინტელექტია ჩაშენებული და გარკვეულწილად ჩვენი სხეულის ნაწილია, ნამდვილად ფუტურისტულად ჟღერს. ვნახოთ რა იქნება შემდეგი. უცხო პლანეტელებზე ალბათ ბევრი ჰიპოთეზა გსმენიათ, მათ შორის ჩემგანაც. თუმცა რა სიტყვით იდეაზე, რომლის მიხედვითაც უცხო პლანეტელი თავად ხელოვნური ინტელექტია. ახალი chatbot-ების შექმნასა და გაუმჯობესებასთან ერთად ხელოვნური ინტელექტის საკითხი სულ უფრო აქტუალური ხდება. ბევრი იმასაც ხელავს, რამდენად შეგვიძლია AI-ის კონტროლი და ერთ დღესაც მისი მსხვერპლი ხომ არ გავხდებით. როგორც ყველა ახალ ტექნოლოგიას, AI-ისაც აქვს თავისი პლუსები და მინუსები, მაგრამ კოსმოსური კვლევებისთვის იგი აუცილებელია. რეალურად მოწინავე კოსმოსური პროგრამა ხელოვნური ინტელექტის გარეშე უკვე ძნელი წარმოსადგენია. AI განვითარებისთვის სჭირდება არა მხოლოდ კაცობრიობას, არამედ იმ ჰიპოთეზურ არსებებსაც, რომლებიც ერთ დღესაც შესაძლოა დედამიწას ეწვიონ. ფილმებში არაერთხელ გვინახავს დედამიწაზე ჩამოსული ბიოლოგიური ქმნილებები, თუმცა ასეთი შემთხვევა ნაკლებად სავარაუდოა. კოსმოსური სივრცის გადაკვეთას დიდი დრო სჭირდება და ამდენად ალოგიკურია დიდ მანძილზე ლპობადი სხეულების გაგზავნა. და მაინც, რას ნიშნავს